გამარჯობა. დღეს ვისწავლით თუ როგორ უნდა დავყოთ რიცხვი რაიმე რიცხვების პროპორციულ ნაწილებად. დავყოთ 150 1-ის, 2-სა და 3-ის პროპორციულ ნაწილებად. თავდაპირველად საჭიროა შემოვიტანოთ პროპორციულობის კოეფიციენტი, რომელიც ზოგადად აღინიშნება როგორც x-ი, თუმცა შეზღუდულები არ ხართ ამის აღნიშვნაში. ჩვენი ამოცანაა ვიპოვოთ პროპორციულობის კოეფიციენტი x-ი და გადავამრავლოთ ის სათითაოდ იმ რიცხვებზე, რა რიცხვების პროპორციულ ნაწილებადაც ვყოფთ მოცემულ თავდაპირველ რიცხვს. მივიღებთ 1x დამატებული 2x დამატებული 3x უდრის 150. მივიღეთ უმარტივესი ერთუცნობიანი განტოლება, რომელსაც ამოვხსნით x-ის მიმართ, ჩვენი პროპორციული კოეფიციენტის მიმართ. შევკრებთ, მივიღებთ 6x უდრის 150, დავტოვებთ უცნობ სტოლობის ცალ მხარეს, მის თანამომრავლს გადმოვიტანთ სტოლობის მეორე მხარეს გაყოფით და საბოლოოდ მივიღებთ პროპორციულობის კოეფიციენტს, რომელიც უდრის 25-ს. ჩვენ უკვე შეგვიძლია პროპორციულობის კოეფიციენტის მიღებული მნიშვნელობა ჩავსვათ ჩვენს აღნიშვნებში და გამოვთვალოთ ის. თუ x-ი უდრის 25-ს, მაშინ 1x-ი იქნება 25, 2x-ი იქნება 2x25, ანუ 50, ხოლო 3x-ი იქნება 75 სტოლი. მიღებული რიცხვების ჯამი აუცილებელია, რომ იყოს 150 სტოლი. ზოგადად იმ რიცხვის სტოლი, რომელ რიცხვსაც ვყოფთ პროპორციულ ნაწილებად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ 150-ს დავყოფთ 1-ის, 2-სა და 3-ის პროპორციულ ნაწილებად, მივიღებთ 25-ს, 50-ს და 75-ს. დღეისთვის სულ ეს იყო. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რათა ნახო მომდევნო ვიდეოებიც.